ჩაბი ალონსო ლივერპულში გადადის. Skauserებს წელს საშინელი სეზონი აქვს. ამჟამინდელი მდგომარეობით ისინი ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფებიან. ინგლისური მედიის ცნობით ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელი ბარნისთან მატჩის შემდეგ ტრიბუნებზე ყვიროდა. აღარ შეიძლება ამის მოთმენა, სლოტი უნდა გავათავისუფლოთ. რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილოები არიან მწვრთნელით. წინა წლის პრემიერ ლიგის ჩემპიონები ევროპა ლიგის ზონაშიც ვერ ხვდებიან. ამიტომაც სულ მალე უნდა ველოდოთ სლოტის გათავისუფლებას. ავტორიტეტული ესპანური გაზეთის AS-ის ცნობით ლივერპულის ბოსებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება ალონსოს აგენტებთან. რამაც ამ ეტაპზე წარმატებით ჩაიარა და ალონსომ მწვანე სიგნალი მისცა. ალონსო არის ერთ-ერთი საუკეთესო სისტემური მწვრთნელი, რომელმაც გერმანიაში აუთსაიდერი გუნდი ჩემპიონად აქცია. რა თქმა უნდა, მის კარიერას მადრიდში მაინც და მაინც წარმატებულს ვერ დაუძახებთ, მაგრამ ეს მის პროფესიონალიზმს არ გამორიცხავს. თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეალში ძალიან რთულია ათამაშო ვარსკვლავური დონის ფეხბურთელებს პრესინგი და სისტემური ფეხბურთი. თეთრები მწვრთნელს არ უჯერებდნენ, ხოლო როდესაც ალონსოს ტექნიკური ჯგუფი ყურადღებას ტაქტიკურ დეტალებზე ამახვილებდნენ, ფეხბურთელები იწყენდნენ და მათ არ უსმენდნენ. და მაინც ალონსო რჩება საუკეთესო ვარიანტად ლივერპულის ფეხბურთელების სათავეში, სადაც მას ყოფილი გუნდის წევრები ვირცი და ფრიმპონგი ელოდებიან. რას ფიქრობთ, მეგობრებო, როგორ მოუხდება ალონსოს ლივერპული? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ამასთან ერთად მინდა მადლობა გადაუხადო იმ ხალხს, ვინც გამოიწერა არხი, რითაც ძალიან დიდი სტიმული მომცა, რომ გავაკეთო ახალი და საინტერესო ვიდეოები. ხოლო თუ თქვენს მოგწონთ ფეხბურთის თემატიკა, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ჩვენ კი მალე შევხვდებით.